მოვედი მეგობრებო. მოვედი ხალხო. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან სამწუხარო და ცუდი ამბავი მაქვს. რა თქმა უნდა, პირადშიც მივუსამძიმრე და რა თქმა უნდა კი არა და ისე მტკივა როგორც ჩემი საკუთარი და სულ გამიახლდა. ეხლა მაპატიეთ თუ არეულდარეულად ვიტყვი რამეს და არეულდარეულად ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ესე ვარ, ესეთი მდგომარეობა მაქვს. ვინც ძველები ხართ, ჩემი გამომწერები ხართ და ერთი ოჯახი ვართ, ფიქრია, ყველა იცნობთ, ფიქრია, ყველას გაგიგიათ და იცით ფიქრია, ჩემი მეგობარი აქ გაცნობილი, აქ შეძენილი YouTube-ზე, რომელიც არ მინახია პირადად, მაგრამ როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი თუ როგორ გითხრათ, გულთან ახლო და განსაკუთრებული გოგოა ხალხო, აი ყოველთვის ვამბობ, ეხლა შეიძლება ესე საქვეყნოდ არ მიქია არასოდეს, მაგრამ პირადში ყოველთვის ვეუბნები, რომ განსაკუთრებული ადამიანია, იმიტომ რომ გაიარა განსაკუთრებული ცხოვრება, არის განსაკუთრებული დედა, შვილი, დედმამიშვილი ყველასთვის. აი ყველასთვის რო არის ადამიანი ერთნაირად და არ ვიცი, ყველას დედა როა და ყველას დეიდა და მამიდა. და ფიქრიას დედა გარდაეცვალა ხალხო. მე გუშინ რო ვიდეო ჩავწერე, გუშინ იყო, ოთროდის იყო ბოლოში, ვთქვი რომ ხალხო მეთქი ფიქრია, თქვენ კი არა, მეც დავკარგე მეთქი 2 დღეა აღარა ჩანს ფიქრია. ტაილანდში იყო დასასვენებლად და ვეკონტაქტებოდი ყოველ დღე არა, იმიტომ რომ არ ვაწუხებდი, მეთქი დაისვენე და ისედაც ბევრი ყავს მოსაკითხი, თავისი ოჯახობა და ნათესაობა და ღმერთმა ამრავლოთ. დიდი ოჯახი შეკრული და მეგობრული, ხო და არ გამოჩნდა ეს გოგო, არა და თვითონ უფრო ხომ მკითხულობდა და არ გამოჩნდა 2 დღე არ გამოჩნდა. ვიფიქრე კაცო რაღაცა ჭამა ტაილანდში რაღაცა ისეთი ან მოიწამლა, უფრო ამასა ვფიქრობდი, ცოტა აუფორი აქტი, 1 მივწერე, 2 მივწერე, 3 მივწერე, არ არის. ხო და გუშინ საღამოთი მომწერა ხალხო და დედა გარდაეცვალა. ახალგაზრდა უცებ რო ელაპარაკა, ვიდეოთი რო ელაპარაკა, საღამოთი გაუთიშა და რაღაცა მალევე აღარ იყო ქალი. ესე იგი, ტრომბი, ალბათ ტრომბი. ესე იგი, გამიახლდა სულ წარმოვიდგინე ფიქრია როგორ არის, სულ წარმოვიდგინე დედა, ვაიმე არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვერ აგიწერთ და ვერ გადმოვცემ. ამას გავიგებთ, ვისაც გამოვლილი გვაქვს და ბევრი ვართ აქ ასეთები, ბევრი ვართ და ბევრმა როგორ გითხრათ, გადახარშა და გადაიტანა. ბევრმა ვერა, მე 3 წელი დამჭირდა, 3 წელი მე ცოცხალი მკვდარი დავდიოდი. აი ლელამ დღესაც ვერ გაითავისა და არ იღებს, ტვინი არ იღებს და არ ეთანხმება მაგ ფაქტს. და ძალიან რთულია ცხოვრების გაგრძელება. ღმერთმა ყველას აშოროს შვილის სიკვდილი და შვილის მერე ალბათ რავი, დედმამიშვილი ყველას აშოროს ღმერთო რა ვიცი, მაგრამ დედა მე ჩემი მშობლები ახალგაზრდები დაქორწინდნენ და მე მყავდა ბებიები, პაპები, დედის ბებიები, დედის ბიძები, დედის დეიდები, ყველა მყავდა, ანუ ძალიან ბევრი ახლობელი და საყვარელი ადამიანის სიკვდილი გამოვიარე, აი ძალიან ბევრი. მაგრამ, აი მე აქ ვიხჩვევ. მაგრამ ეს დედა არის რაღაც და რის თქმა მინდა იცით. მე რო დედა ცუდად მყავდა და ამდენი წელი 20 წელი ეს კი მქონდა და კარგად პირველი გადაიტანა, კარგად იყო მეორეზე აღარ იყო კარგად, მაგრამ
როცა იცი რომ აი ხლა როცა იცი ადამიანმა რომ მართალია არასოდეს არ წარმოიდგენ და არ იფიქრებ რომ აი აღარ იქნება და მოკვდება და ეს არასდროს მაგას თავში არ დაუშვებ მე დედაჩემი რომ მოკვდა ორ შაბათს რომ დილით რომ დაიღუპა სამ შაბათისთვის დაგეგმილი დანიშნული მქონდა ექიმთან ქიმიაზე წაყვანა რომ არასოდეს არ დამიშვია თავში აზრი მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი რაც აქონდა ხო მაგრამ როდესაც სახსალამათი დედას დაემშვიდობები და მეორე დღეს აღარ არის ეს არის კიდე ერთი უფრო გაძლიერებული ტკივილი ალბათ არ ვიცი როგორ გითხრათ მაგრამ მე ხა ამ ვიდეოს წერ რომ მე ფიქრიას რა თქმა უნდა კიდევ მეორე უსამძიმრე მთელი გულით სულით აი ვიცი რა მდგომარეობაა და ძალიან კარგად და მთელ ოჯახს მინდა მიუსამძიმრო გამძლეობა ვუსურვო გამძლეობა და ცოტათი იმედი მაქვს ფიქრიასაც ვუთხარი რომ ცოტა უკეთესად უფრო მაგრად დადგები და უფრო იმიტომ რომ ბევრი ოჯახი ხართ იმიტომ რომ შეკრული ხართ იმიტომ რომ ერთმანეთს ხარში დაუდგებით და ეს ძალიან დიდი რამეა ხალხო ტკივილის განაწილება მე მარტო კი ძმა მყავს მაგრამ შორს არის ჩემი ძმა და ისიც ჩემსავით მარტო იტანჯებოდა ალბათ. რა თქმა უნდა მეუღლეები ყავს ორივეს, მეც და ჩემ ძმასაც ორივეს გვერდში გვედგნენ და გვიდგანან, მაგრამ ამ შენ ტკივილთან ახარ მარტო. მე რამდენადაც გინდა მიფრთხილდებოდეს ჩემი ქმარი დედაჩემი რომ დაიღუპა ერთი დღე არა ძალად გავყავდი ყოველ დღე გარეთ ძალად იმაშვებოდა მაგრამ არაფერი არ ამშვებოდა. და ეხლა ფიქრიას ვუსამძიმრებ აი მთელი ჩემი არსებით ვუდგევარ ვიზიარებ წუხარებას იმიტომ რომ როდესაც ადამიანს გვერდში უდგეხარ ძალიან დიდი რამეა არ ვამბობ რომ გვერდში რას გააკეთებ მაგრამ იცის ადამიანმა რომ იმის წუხარების მოზიარე ხარ იცის რომ გეტკინა შენს და ეს არ უსუბუქებს მაგრამ რაღაცას აძლევს ძალას აძლევს რა რომელსაც მე სიტყვით ალბათ ვერ გადმოვცემ ეს ძალიან ძიმე რამეა მე ვიცი როგორ ეხლა ჯერ არაფერი მერე და მერე უფრო აქ გადასატანი მერე და მერე უფრო ძნელდება რა ვიცი ხალხო მე მთელი 2 წელზე მეტი ყოველ დღე ველაპარაკებოდი და ჩემს ხმამაღლა სახლში ძალიან რთულია მთელ ოჯახს გისამძიმრებთ ფიქრია შენ დებს ძმას მათ ოჯახებს შენ შვილებს საუკეთესო გოგოებს საუკეთესო შვილებს თავის ოჯახებით ყველას გისამძიმრებთ და ვიზიარებთ თქვენ წუხარებას კიდევ ვიმეორებ რომ დედა არის რაღაცა ფენომენი აი რომელიც ვერ მე მგონია რომ ვერავინ ვერ ამოხსნის და კავშირი შვილებთან ხო საერთოდ აუხსნელია განა არ არის მამაც მშობელია მამაც მშობელი რა თქმა უნდა მამაც მშობელია მაგრამ დედასთან სხვანაირი კავშირი გვაქვს ხო და ამის თქმა მინდოდა ამ ყველაფერს მინდოდა რომ ასე მეთქვა ფიქრიასთვის მინდა რომ გავამხნევო მინდა რომ შემოუძახო ვიცი რომ მაგარი გოგოა ვიცი რომ ძლიერი გოგოა ვიცი რომ იქით ამოგეშებს ყველას ისეთი გამწარებული გუშინ და ეხლა მეს მისომიტყრა ნანა შენ რასაც განიცდიდიოდა ჯერ არა ფიქრე ჯერ არ გესმის ჯერ არა გჯერა ჩამოვიდნენ რა თქმა უნდა დაანებეს თავი ტაილანდს გადაცვალეს ბილეთები ჩამოვიდნენ მიფრინავს საქართველოში რა თქმა უნდა და ხო და ისეთი გოგოა მეთქი რომ ვამბობ წარმოიდგინეთ ეხლა რა ელდა მაგისთვის წარმოიდგინეთ როგორ არის წარმოიდგინეთ რამდენი რამე აქვს ეხლა თავი აქ სავსე რამდენი იმით წასვლა ეს ის და კიდე მე მეუბნება ნანა არის ნერვიულობა იმიტომ რომ იცის რომ ვინერვიულებ
იმიტომ რომ მე ვიცი რაც დაკარგა. რა თქმა უნდა გაგრძელდება ცხოვრება, რა თქმა უნდა იქნება დაძმობა ყველაფერი, მაგრამ თავარი ღერძი ბირთვი აღარ არის. ეს არის ძალიან ცუდი. მაგრამ რას ვიზავთ, ვერაფერს ვერ უშველით ხალხო, ვერაფერს ვერ ვიზავთ, ვინც ვართ ამ დღეში. ვაპატიეთ სპასმი მაქვს. ვინც ვართ ამ დღეში, ხო? ფაქტი უნდა ვაღიაროთ. მე ყოველ დღე დავდიოდი სასაფლაოზე და მე კვირაში 2-3 დავდიოდი, მე ყოველ კვირა დავდიოდი. ეხლა დავდივარ 2 კვირაში ერთხელ, ხან 1 თვეში ერთხელ, მაგრამ არ ვაღიარებდი, ხო სასაფლაოზე დავდიოდი, მაგრამ მაინც არ ვაღიარებდი, ვიბრძოდი მთელი ჩემი არსებით არაზე. და ეს არ არის კარგი. უნდა ვაღიაროთ ის რომ მოხდა და ამას ვერ უშველით ვერაფერს. მარტო რწმენა და ღმერთი, აი მაგის იმედად მარტო ღმერთს ვევედრები ხოლმე და ეგ არის. ხო და მაპატიეთ ეხლა ესეთი არ მინდოდა ტირილი, მაგრამ ეხლა ვინმე დაარიტირო. ხო და ფიქრია როგორც ყოველთვის გეუბნები, ძალიან მაგარი გოგო ხარ, განსაკუთრებული ხარ. ბევრი მაგარი ადამიანი ხო გავიცანია, ძალიან ბევრი მეგობარი შემიძინე, ბევრი ადამიანები. ხო და განსაკუთრებული გოგო, აი რაღაცნაირად არის, რაღაცნაირია. უკიდეგანო ენერგია, უკიდეგანო ყურადღება ყველას მიმართ, თავისი, რა ვიცი, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვერ გადმოგცემთ, ისეთია. და ვიცი რომ მაგარი გოგო ხარ, ვიცი რომ გაუმკლავდები, დარწმუნებული ვარ კიდე ხვებს უფრო გაამხნევებს და თავისი შეიძლება გულში ყველაზე ცუდად იყოს, მაგრამ მაინც ხვებს გაამხნევებს. ასე რომ ძალიან მეტკინა და ძალიან გაგვიცადე ხალხო, ოღონდ მართლა. წავედი ახლა და გემშვიდობებით, ფიქრიას კიდევ ერთხელ მუზიარე ვარ, ფიქრია, მთელ ოჯახს ყველას გისამძიმრებთ და გაგინათლოს ღმერთმა დედა ნათელში ამყოფოს, დაუმკვიდროს უფალმა სათასასუფეველი, დარწმუნებული ვარ ასე იქნება, იმიტომ რომ ფიქრია იძახეს რომ ისეთი დედა მყავდაო რომ არავისთვის არ უწყენინებია ცხოვრებაშიო და არავისთვის ცუდი არ გაუკეთებიაო და დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ სხვანაირი არ იქნება, სხვანაირი დედა არ გაგზრდი და შენ ფიქრია. წავედი ხალხო გემშვიდობებით, ეხლა დღეს მთელი დღე დილიდან გოგო იყო მოსული და მხმარე და 4 საათი ისე დავიღალე რომ აი კიდე კარგი, უფრო კარგი იყო ჩემთვის რომ დღეს მოვიდა, კი ვიფიქრე წუხელ ღამე ვფიქრობდი დაურეკო მეთქი და უთხრა რომ ხვალე არ მოვიდეს, მე ვთქვი არა, ჯობია რომ მოვიდეს, იმიტომ რომ უფრო რომ დავიღლები და უფრო რომ რაღაცას გავაკეთებ, უფრო კარგია მეთქი ჩემთვის, იმიტომ რომ ვიცი მე ჩემი ამბავი და დავიღალე, ისე დავიღალე, ძლივს ვასადილე ჩემი ქმარი და რო დავწექი ისე და მე წინა არაფერი აღარ გამიგია, წეღან გავდექი. ხო და ასე ჩემო კარგებო, ღმერთმა ვისაც ყავთ დედები, ძალიან მოუფრთხილდით, ძალიან მოეფერეთ, ძალიან და ღმერთმა დიდხანს გიმყოფოთ. ბევრი ვართ ვისაც აქ ჩვენი მაყურებლები, ბევრი ვართ ვისაც არ აყვავს და არაფერი არ შეგვიძლია ვილოცოთ ჩვენი დედებისთვის და მეტი არაფერი არ შეგვიძლია. მე ერთი შული მაქვს, როდის წავალ.
დედაჩემთან. კარგით ხალხო, მე მაპატიეთ ახლა, მაგრამ არ შემეძლო, ვიცი რომ ბევრი ხართ, ვინც გულით ნიუს ამძიმრებთ და გაიზიარებთ ფიქრიას მწუხარებას და მე მაპატიეთ ასე, წავედი.